ეს არის ჩვენი დიუროკის დედაღვევი. სიგრძეში არის 2 მეტრაზე მეტი და სიგანი არ მახსოვს რა, მაგრამ სიგრძე სიგანე რო გადავიანგარიშე ფორმაში რო იყო 350 კილოზე მეტი გამოვიდა რა. ეხლა ახალი ნაგოჭარია, 2 კვირის მოშორებულები ყავს. ეხლა გამხდარია ძალიან. ძალიან სრული და სქელი ღორია. კაი ამინდია და გამოვიყვანეთ გარეთ მზეში ცოტა ხანი საღამომდე. იქნება აქ რო ცოტა მიიღოს მზის ვიტამინები და კანისთვისაც კაია. რეტიც გაუპრიალდება უფრო. ეს საქართველოში მოგეხსენებათ სუფთა სისხლის დიუროკი არავის არ ყავს. ფიზიკურად არ შემოდის საქართველოში და არც შემოსულა სუფთა სისხლები. იქიდანვე შემოდის ორხაზიანები. და საქართველოს პირობებში, რა ვიცი, რაც კი დიუროკებია, არ ჩამოუვარდება არავის დიუროკს. არაფრით. ამისი დედა იყო შემოყვანილი ღორების შვილი და მამაც ისე. და იქიდან შემომრჩა ეს ერთი ცალი. არ ვაპირებდი საერთოდ ღორის დატოვებას და ეს შემომრჩა ისე. ამ ხაზიდან ეს ერთი შემომრჩა. და მე რო გადავხედე რომ მინდოდა ჩანაცვლება რაღაცა ვეძებე და ესე ვთქვათ უკეთეს ვერ მივაგენი ვერსად და მაგმიზნით დავტოვე ესეც. ამ ვიდეოში არ ჩანს ტანით რამხელაც არის, მაგრამ ისე ძალიან დიდია რა. თან ეხლა გოჭები ახალი მოშორებული რძეც ეხლა შეაშრა. მაინც კაი ფორმაშია რა. ამაზე გაკეთებული გვაქვს ხელოვნური განაყოფიერება. ისიც ერთ-ერთი კაი ხაზია. ის დიუროკი რა, ისევ დიუროკზე გავუკეთე. და ვნახოთ თუ დაიჭირა ამის გოჭები უნდა დავიტოვო. არის ძალიან დიდი. დიდი და არის მუქი წითელი. ეხლა რაც ასაკი მოემატა, უფრო და უფრო გამუქდა, სიშავეში გადავიდა. რამდენად ჩანს არ ვიცი, მაგრამ მუქი წითელია, აი მაგალითად. ერთი კოპლი არა აქვს და ერთი წერტილი არის სადავში. ასე რასაც აი არ ეტყობა არსად რა. მაგრამ კოპლიც რა რომც კონდეს არაა პრობლემა. მაგრამ არა აქვს. ეს არის ჩვენი დიუროკის დედაღვევი. ბევრს ვთქვია რომ ეს რა არის, ამაზე დიდი მყავსო და მე ინტერესის თემაში რომ მივსულ ვარ,
ყავთ ამაზე ბევრად მოკლე, ბევრად დაბალი, უბრალოდ გადასუქებული რო აი რო დაწובה რო ვერ ააყენებ ფეხზე ისეთები რა. და მე ესეც არ ვეძახი დიდი ტანისას. ტანი დიდი ტანის ქვია ამას სიგრძეს, სიმაღლეს. კი, რა თქმა უნდა, სიგანეც, მაგრამ სიგანე უკვე ეგ არის კვების ამბავი. ახლა ეს რო სიგანეში გაუშვა, წავა და წავა. უნდა მიაღწიოს 400 კილოს უპრობლემოდ. მაგრამ მე არ უშვებ ეგრე სიგანეში, იმიტომ რომ მე ვერც გოც გაზდის და ვერც გააჩენს. აი ეგ არის პრობლემა. ჰა, დავსვავ ვაჭმევ და გადავასვქებ, მაგრამ რა თქმა უნდა. ტანი კიდევ ამას ქვია, სიგრძეს, სიმაღლეს, სიგანეც, რა თქმა უნდა, ნორმალური უნდა გქონდეს. ეს ახლა გამხდარია, მაგრამ რომ მოიმატებ შეივსება, კიდევ გასქელდება, კუნთი გაეზდება, ყველაფერი. ეგრე არის.